მოგესალმებით. დღეს ერთად ჩაუღრმავდებით გიორგი ლეონიცის ერთ-ერთ ყველაზე მძაფრ და ტრაგიკულ მოთხრობას მარიტას. მოდით გავიაროთ მისი ისტორია, დაწყებული იმ უსამართლო ქორწინებიდან, შემდეგ ვნახოთ სოფლის სასტიკი განაჩენი და ბოლოს მივიდეთ იქამდე, თუ როგორ იქცა ის სილამაზის უკვდავების სიმბოლოდ. იცით, მოთხრობა სწორედ ამ სიტყვებით იწყება და ეს თავიდანვე ქმნის რაღაცნაირ მძიმე განწყობას. თითქოს ეს უბრალოდ წინადადება კი არა, მარიტას ბედისწერის გარდაუვალი განაჩენია, რომელიც თავიდანვე გვაფრთხილებს, რომ კარგი არაფერი გველის. მაშასე, მოდით დავიწყოთ მარიტას ტრაგედიის პირველი თავით. ეს არის მისი უსიყვარულო ქორწინება ხარბშეთესთან. ქორწინება, რომელიც მოდი ვთქვათ, თავიდანვე განწირული იყო. აი, აქ უკვე თავიდანვე ჩანს, რა უზარმაზარი უბსკრულია ამ ორ ადამიანს შორის, ხომ? ერთ მხარეს ყავს შეთე თავისი მატერიალიზმით და გაუმაძღრობით, მეორე მხარეს კი მარიტა, თავისი მგრძნობიარე ბუნებით, რომელიც უბრალოდ ვერ ეგუებოდა ამდენ სისასტიკეს. და მის ამ პარტავნობას საუკეთესო თავად შეთეს სიტყვები წარმოაჩენს, აი ეს ფრაზა. სწორედ ეს დამოკიდებულება გახდა ფაქტობრივად მარიტას მთელი ტანჯვის საფუძველი. კარგით, ახლა გადავიდეთ მოთხრობის ცენტრალურ კონფლიქტზე. ეს არის მარიტასა და გედიას შორის დაფარული სიყვარული და ის თუ როგორ გადაიქცა ეს გრძნობა სოფლის ხელში ჭორისა და განკითხვის იარაღად. და იცით, ყველაფერი ხომ ერთი შეხედვით სრულიად უწყინარის შემთხვევით დაიწყო. გედია, რომელიც მარიტას შვილის ნათლია გახდა, უბრალოდ სამძიმრის სათქმელად მივიდა მასთან. ხო და ზუსტად ეს ერთი ვიზიტი გახდა იმ საშინელი უბედურების დასაწყისი, რომელმაც საბოლოოდ მარიტას ბედი გადაწყვიტა. უბრალოდ დააკვირდით, რა დამანგრეველი გზა გაიარა ჭორმა. დაიწყო ერთი ადამიანის, ბალბალუკას დაკვირვებით, მერე მთელი სოფლის სკანდალად იქცა და ბოლოს სასიკვდილო განაჩენა ჩამოყალიბდა. საოცარი სისწრაფით. აქ უკვე ყურადღება უნდა გავამახვილოთ მთავარ ანტაგონისტზე, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივი აზრის ლიდერზე, ციციკორეზე. ვნახოთ, რა როლი ითამაშა მან ჭორის სასიკვდილო განაჩენად ქცევაში. აი ციციკორესეს მრისხანე სიტყვები პირდაპირ ამხელს მის დოგმატურ და დაუნდობელ აზროვნებას. მან მარიტა ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე გაასამართლა. მისთვის ეს უბრალოდ ჭორი კი არ იყო, არამედ სამყაროს წესრიგის დარღვევა. და მარიტას ბედით სწორედ ამ საიდუმლო კრებაზე გადაწყდა. აქ წარმოიდგინეთ, გადამწყვეტი სიმართლე კი არ იყო, არამედ ერთი გავლენიანი კაცის ხმა, რომელმაც მთელი ჯგუფი უბრალოდ დაიმორჩილა. ახლა კი მივადექით მოთხრობის ალბათ ყველაზე მძიმე, ყველაზე გამანადგურებელ კულმინაციას, მარიტას საჯარო შერცხვენის სცენას. ეს ხომ უბრალოდ სასჯელი არ იყო. ეს იყო სასტიკი, გამაადამიანურებელი რიტუალი, რომელიც მისმა საკუთარმა თემამ, მისმა მეზობლებმა აღასრულეს. მიზანი იყო არა დასჯა, არამედ მისი პიროვნების სრული განადგურება. და მოდით აქ ერთი წამით დავფიქრეთ. რატომ იყო ბრბო ასეთი ჩუმი? არც ერთი შეძახილი არაფერი. ეს სიჩუმე შიშის ნიშანი იყო, თუ რაღაცნაირ კოლექტიური თანხმობის, იქნებ კოლექტიური დანაშაულის? იცით, სწორედ ეს მდუმარება ხდის ამ მთელ სცენას კიდევ უფრო შემზარავს. ლეონიძის ეს სიტყვები, ფიქრობ, იდეალურად გადმოსცემს იმ ფსიქოლოგიურ და ემოციურ ჯოჯოხეთს, რომელიც მარიტამ ამ პროცესის დროს გამოიარა. ეს იყო ფაქტობრივად სიკვდილზე უარესი ტანჯვა. მარიტას სიკვდილის შემდეგ კი მოთხრობის ტონი მკვეთრად იცვლება. ახლა ვნახოთ, როგორი იყო სოფლის რეაქცია მას შემდეგ, რაც მათ მიერ განწირული ქალის სევდით გარდაიცვალა. აი აქ მოკლედ ჩანს მთავარი მოქმედი პირების ტრაგიკული ბედი. რა არის საინტერესო? სოფელმა გვალვა ღვთიურ სასჯელად მიიღო თავისი ცოდვის გამო, მაგრამ ციციკორე ის ბოლომდე დარწმუნებული დარჩა თავის სიმართლეში. უბრალოდ დააკვირდით, როგორ გარდაქმნა სოფელმა საკუთარი დანაშაულის გრძნობა მითად. მათ გააღმერთეს სწორედ ის ქალი, რომელიც თავად გაანადგურეს. ეს არის ალბათ მონანიების დამოუკიდებლად პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევის უცნაური მცდელობა. ჩვენი განხილვაც ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. მოდით ახლა ვნახოთ მოთხრობის ფინალური, ჩემი აზრით, უმძლავრესი სცენა და მისი სიმბოლური დატვირთვა. თხრობელი ბრუნდება და ადგილზე სრული სიცარიელე ხვდება. მარიტას ფიზიკური ცხოვრებიდან, მისი სახლიდან აღარაფერი დარჩენილა. თითქოს დრომ და ადამიანებმა მისი კვალი სრულად წაშალეს დედამიწიდან. და სწორედ ამ სრულ განადგურებაში, ამ სიცარიელეში ჩნდება მოთხრობის ცენტრალური, უკვდავის სიმბოლო, პროცეულის ყვავილი, რომელიც ნანგრევებიდან ამოდის, როგორც სილამაზის, სიცოცხლის და ალბათ იმედის გამარჯვება სისასტიკეზე. და მოთხრობა მთავრდება ამ ღრმა პასუხგაუცემელი კითხვით. კითხვა, რომელიც გვაფიქრებს, იცით, სილამაზეზე, უსამართლობაზე, იმაზე თუ რა რჩება ადამიანისგან საბოლოოდ. ხო, მარიტა ფიზიკურად გაანადგურეს, მაგრამ მისი სილამაზე, ის პროცეულის ყვავილივით უკვდავი გახდა.